ვის ინტერესშია დააბრალოს საქართველოს, რომ ის საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იმ ქიმიურ ნივთიერებას იყენებს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დემოკრატიულ ქვეყნებში აკრძალულია. ვინ ცრუობს, ვინ ამბობს სიმართლეს და ყველაზე მთავარი, სად არის ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება? ბრიტანული მაუწყებელი, რომელიც 2024 წლის აქციების დაშლისას კამიტის გამოყენებაზე საუბრობს, წყაროდ GDD-ს ყოფილ მაღალჩინოსან ლაშა შერგელაშვილს ასახელებს, რომელიც 4 ოქტომბრის სახელმწიფოს დამხობის მცდელობის საქმეშიც ფიგურირებს. საქართველოს ხელისუფლება გამიზნულ პროვოკაციაზე საუბრობს და საერთაშორისო სასამართლოში ჩივის. ქართული ოცნება პარალელს ავლებს წლების წინ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ცრუ კამპანიასთან, რომლის მთავარი მიზანი საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯის დაზიანება და პროტესტის ახალი ტალღის აგორება იყო. მოგიწოდებთ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო გათავისუფლებისკენ. სამჯერ არის აჩქარებული წონის, ესე ვთქვათ, მართნა. ეს ბატონის სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემის წინ მივიდნენ ამ დასკვნამდე, რომ შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო ეს კამიტი, ხო? ათოუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის. ერთი ხელით დაწერილი ორი სცენარი, უცვლელი სახეებით, თუმცა ახალი ნარატივით და ისევ საქართველოს წინააღმდეგ. საწამლავის ქიმიურ ფორმულას, რომელიც მჟავრდებული სააკაშვილის სხეულში ვერ აღმოაჩინეს, ახლა რუსთაველის გამზირის, ფილების ქვეშ და ჭადრის ფოთლებზე ეძებენ. მე ძაღლი და თუთიყუში ცხოვრობდით იმ დღეებში, გახიზნული მყავდა ოჯახი. თუთიყუს დაცვი და ბუმბული. ვექა ქურხული მყავდა იმ დღეს ეთერში და ისყვებოდა სახში გაზრდილი ძაღლი არ მეკარებოდა 2 კვირაო, ამიტომ თუთიყუში შემწხვევა. ძაღლმა პატრონი 2 კვირის შემდეგ სავარაუდოდ ისევ იცნო. თუმცა თუთიყუშს რა ბედი ეწია ჯერ არავინ იცის. მათმა პატრონებმა კი ცხოველების ვეტერინართან მიყვანის ნაცვლად თქვეს, რომ ქიმიური იარაღის კვალი აღმოაჩინეს. მტკიცებულება ისეთივე სერიალში წარმოიდგინეს, როგორც 2021 წელს, მაშინ როცა სააკაშვილის ბარიატრიის გამო წონაში კლებას დემენციას აბრალებდნენ. დემენცია არ ნიშნავს, რომ რაც ილაპარაკა, ესე იგი არაფერი არ ახსოვს. მივიდნენ ამ დასკვნამდე, რომ შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო ეს კამიტი, ხო? ხუმრობა რომ გვერდზე გადავდოთ და მხოლოდ ფაქტებს დავეყრდნოთ, მძიმე რეალობას დავინახავთ. საქართველოს წინააღმდეგ ახალი ორგანიზებული ანტი-PR კამპანია დაიწყო. BBC-ს ეგრეთ წოდებული საგამოძიებო მედია მასალა არგუმენტების გარეშე, მხოლოდ მოსაზრებებსა და ვარაუდებზე დაყრდნობით ამტკიცებს, თითქოს ხელისუფლებამ აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება კამიტე გამოიყენა. კამპანიის სტრატეგია უცვლელია. ანტისახელმწიფოებრივი სპეცოპერაცია უკვე კარგად ნაცნობ სცენარს ერთ-ერთში იმეორებს. ეს მიხეილ სააკაშვილი არის გაცილებით უფრო უმძიმეს მდგომარეობაში, ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად. დღეს ბატონის სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემის წინაშე დგას. დოკუმენტალური ფილმის ამ მოძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, თუ ვის უნდა მშვიდობა ამ ქვეყანაში და ვის უნდა ომი ამ ქვეყანაში. გაურკვეველი ქიმიური შემადგენლობის, ასე ვთქვათ, ნივთიერებები იქნა გამოყენებული. ის რომ ნებისმიერი გზით ხელისუფლების სადავეების ხელში ჩაგდება, თუნდაც ეს ქვეყანას სერიოზულ რეპუტაციულ ზიანად დაუჯდეს, ამ ძალების მთავარი მიზანია არაერთი გზის დადასტურდა. უკვე დადასტურებულია ისიც, რომ ქართველებს მიზნის მიღწევაში აქტიურ დახმარებას უწევენ მათი პარტნიორები უცხო ქვეყნებიდან. მოგიწოდებთ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებისკენ. ასეთ სისასტიკეს ევროპარლამენტში არ ველოდით. მარათონს არცის პოლიტიკური ჯგუფი ჩამორჩა, რომლის წევრიც სულ რამდენიმე დღის წინ ტერორისტული აქტის განხორციელებასა და ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს დაწვას პირდაპირ მნიშვნელობით ცდილობდა. ლელო, რომელიც პერიოდულად დაჟინებით უარყოფს მიხეილ სააკაშვილთან რაიმე სახის კოლაბორაციას, მაგრამ მის ჯანმრთელობაზე აქტიურად ზრუნავს, ახლა ვირტუალურ ქიმიურ იარაღზე ალაპარაკდა, რომლის სახელწოდება ვერც კი დაიმახსოვრეს. ხალხნო არა აქვს მნიშვნელობა. ვის მოწონს? მესამე პრეზიდენტი ვის არ მოწონს? აქ არის ადამიანის ჯანმრთელობაზე საუბარი. გარკვეული ნივთიერება, ქიმიური ნივთიერება, ქიმიური აგენტი რა არის? ახალი გეგმის ნაწილი ისინიც არიან, ვისაც საქართველოში უცხოელი არქიტექტორებისთვის სასურველი რევოლუციური პროექტი არაერთ გზის ჩაუვარდათ. მედიის საშუალებით დაწყებულ შავ პიარში ამჯერადაც გარედან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები ჩაერთვნენ. NGO-ები გიგაურისა და ლომჯარიას თაოსნობით ძველ და მათთვის კარგად ნაცნობ დრამა
დრამატურგიულ სცენარს თავიდან გაყვნენ, თუმცა ერთი შესწორებით სააკაშვილის მოწამვლა მასობრივ მოწამვლად იქცა. ამით NGO-ები ცდილობენ ძალა შემატონ იმ გენერატორს, რომლის საწვავსაც ვადა დიდი ხნის წინ გაუვიდა. ხელისუფლება რატომღაც წინააღმდეგი არის იმისთვის, რომ მაქსიმალურად მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა იყოს დაცული. ახლა აღმოვაჩინეთ, რომ ბრომბენზილ ციანიდი იქნა გამოყენებული. სამჯერ არის აჩქარებული წონის, ესე ვთქვათ, ვარდნა. დოკუმენტირებული არის არაერთი ათობით შემთხვევა, მათ შორის საეჭვო და დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის. ხელისუფლებისთვის იმ ეგრეთ წოდებული ფილმის მიზანი, რომელსაც ბევრი მაყურებელი არ ჰყავს, უკვე გასაგებია. ცნობილია მისი ფინალიც. ანონიმური რეჟისორის ნაშრომი არათუ ოსკარს ვერ მიიღებს, ავტოპლაგიატის გამო ნომინირებულიც ვერ იქნება. 2025-ის სერიაში ხომ მხოლოდ პერსონაჟები შეიცვალა. სააკაშვილი აქციის მონაწილეებმა ჩაანაცვლეს, საწამლავი კი ქიმიურმა იარაღმა გამიტემ. კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მართული გარედაფინანსებული პირები და ამავდროულად ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ ერთი შეკრული წრიდან გამომდინარე იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ზუსტად იგივე რაც იყო სულ რამდენიმე წლის წინ მიხეილ სააკაშვილის ეგრეთ წოდებულ მოწამვლასთან დაკავშირებით, და რაზედაც სტრასბურგის სასამართლოს უკვე ნამსჯელი აქვს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა ეჭამა და კარგად გახდა და შესაბამისად იგი არის პენიტენციურ დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, ესეთი ზღაპრების უკვე ჩვენს მოქალაქეებს არ ჯერათ და გამოძიების გარეშეც ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იყო დარწმუნებული იმაში, რომ ეს არის ჩვეულებრივად სიცრუე და მორიგ ჯერზე რაც შემოგთავაზებენ რადიკალები დაველოდოთ, სავარაუდოდ მათი მომდევნო მესიჯი იქნება, რომ თითქოს რაღაცა ურანის გამდიდრებით არის ჩვენი ხელისუფლება დაკავებული. აღარც კამიტი, აღარც მოწამლული სააკაშვილი და არც თუთიყუშები ბუმბულის გარეშე. გეგმა ჩავარდნილი და ამოქმედებამდე გაშიფრულია. ახლა მთავარი კითხვაა, რას უნდა ველოდოთ მომავალში? სერიალი ამით არ დასრულდება თუ მომავალ სეზონზე დრამატურგია იგივე წრეს კიდევ ერთხელ დაუბრუნდება.